ჩემთვის მართლაც დიდი პატივია, რომ დღეს პლატფორმის აკადემიის კურსების ფარგლებში ერთ-ერთი ლექცია დაეთმო ჩემს მოხსენებას, სწორედ ნეოლიბერალური პოლიტიკა უმაღლეს განათლებაში. პრინციპში ამ საკითხით ჩემი დაინტერესება დაიწყო ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან, მე უფრო მეტად მქონდა შეხება პრაქტიკული გამოცდილება, ასე ვთქვათ, ჩართული ვიყავი აქტივიზმში და სხვადასხვა სტუდენტურ ბრძოლებში, რომელიც იყო დაფუძნებული, ასე ვთქვათ, ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მაგ დროიდან სტუდენტები ჩვენ ვაპროტესტებდით სხვადასხვა საკითხებს. ამის შემდეგ მე წავედი სასწავლებლად პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში და პრინციპში ის პრობლემები, რაც უმაღლესი განათლების პოლიტიკაში აქ ხდებოდა, იქაც გარკვეული სახით დავინახე და ამან მომცა ჩემო პრაქტიკულმა გამოცდილებამ თეორიული ინსპირაცია, რომ სამაგისტრო ნაშრომი, სამაგისტრო კვლევა გამეკეთებინა უმაღლესი განათლების თემაზე. ჩემი სამაგისტრო კვლევა საკმაოდ ვიწრო ფოკუსის არის და ახლა დიდად ვერ ვიტყო, რომ დღევანდელ მოხსენებას ეხება, თუმცა მცირე ნაწილს მე მაინც დავუთმო და ამაზე ვისაუბრებ. ჩემი სამაგისტრო კვლევა ეხებოდა სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა პროფესორების ჩართულობას უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში. ანუ მე ვიკვლია 4 უნივერსიტეტი საქართველოში და მათი პროფესორები აი ამ მიმართულებებით რაც ჩამოვთვალე, ეს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი, თელავის და გორის. ძირითადად თვისებრივი კვლევა იყო და ამაზეც მოგვიანებით გავამახვილებ ყურადღებას. რაც შეეხება თემამ, რაც ახსენე განვითარების პოლიტიკას, მოდი გულწრფელად ვიტყვი, რომ მე უმეტეს შემთხვევაში ვისაუბრებ საერთაშორისო გამოცდილებაზე, სხვადასხვა ქვეყნების მაგალითს მოვიყვან და მე მინდა რომ დისკუსიის ნაწილში გამოვიტანოთ ჩვენი ადგილობრივი გამოცდილებები. ანუ მინდა რომ ეს არ იყოს რაღაც თეორიული ლექცია, ჩემი მხრიდან რაღაც ისეთი დამოძღვრა, არამედ პირიქით თქვენ როგორც ვიცით სტუდენტები ხართ და თქვენ თვითონ დაინახოთ და ერთად მივიდეთ, ერთად დავინახოთ თუ რა შედეგები მოაქვს უმაღლესი განათლების სისტემისთვის ნეოლიბერალურ პოლიტიკას. ხო, ნეოლიბერალური განვითარების ისტორიული საფუძვლები განათლების სისტემაში იწყება 1980-იანი წლებიდან. მას საფუძველი დაედო დიდ ბრიტანეთში, როგორც წესი ზოგადად ნეოლიბერალიზმის ჩანასახები სწორედ ანგლოსაქსონურ ქვეყნებს უკავშირდება, ну ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, თუმცა უფრო მეტად დიდი ბრიტანეთი იყო, ასე ვთქვათ, პიონერი ამ საკითხებში. ну ალბათ უკვე ბევრჯერ გსმენიათ ეს ტეტჩერიზმის ეპოქა და საჯარო, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემცირების ტენდენცია მთელ მსოფლიოში და პასუხისმგებლობის გადაბარების ტენდენცია კერძო სექტორზე, ეს მოხდა საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ეს მოხდა ეკონომიკაში, კერძო სფეროში, ჯანდაცვაში და მათ შორის განათლების სისტემაში. ანუ კერძოს ინტერესის პრიმატი და სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის ჩამოშორება განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, მტკივნეული აღმოჩნდა უმაღლესი განათლების სისტემისათვის და მთელი ჩემი სწორედ დღევანდელი მოხსენება და პრეზენტაცია ამას ემსახურება, რომ ავხსნა და დავინახოთ, ანუ რატომ არის ყველაზე მეტად მოწყვლადი ნეოლიბერალური განვითარების ხედვისათვის განათლების სისტემა. ხო, მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ადრე 70-80-იან წლებამდე განათლება უფრო მეტად აღიქმებოდა საზოგადოებრივ, ესე იგი საჯარო სიკეთედ და შეიძლება ალბათ გსმენიათ თქვენს დიდ უმრავლესობას დომინანტი იყო განათლების სფეროში ჰუმბოლდტის იდეა, რომელიც ეფუძნებოდა უნივერსიტეტის ავტონომიურობას, კვლევისა და სწავლების ერთიანობას, კარგი მოქალაქის აღზრდას უნივერსიტეტის მიერ და სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობას. ეს იდეები, უკვე ამ იდეებით სახელმწიფო დიდად თავს არიტკივებს აი ამ ეპოქიდან 1980-იანი წლებიდან და უნივერსიტეტები, ასე ვთქვათ, ამ პერიოდიდან, აი ამ მარკეტიზაციის ეპოქიდან, რასაც უკავშირებთ ნეოლიბერალურ განვითარებას, იწყება უნივერსიტეტების
რაოდენობის გაზრდაც. ანუ რეალურად შეიძლება დადებითი მოგვეჩვენოს ამ პროცესში ის, რომ უფრო მეტი უნივერსიტეტი ნიშნავდეს, უფრო მეტად განათლების კუთხით, მაგრამ რეალურად ამას ბევრი ისეთი მახინჯი მხარე აქვს, რომ შეიძლება ეს საერთოდაც არ მოგვეწონოს და ამას მოგვიანებით კიდევ დავასაბუთებთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი იყო კვლევისა და სწავლების გამიჯვნა ბრიტანეთში, საიდანაც დაიწყო ამასაც, ასევე უცხოელი სტუდენტებისათვის სუბსიდიების გაუქმება და ძალიან მარტივი გახდა, ხო, თითქოს საქართველოში ხდებოდა ეს მხოლოდ, რომ უნივერსიტეტების რაოდენობა გაიზარდა. არა, ბრიტანეთშიც ასე იყო. აი მაგალითად თუ 1960-70 წლებში სადღაც 60-მდე უნივერსიტეტი იყო, 140-მდე გაიზარდა მათი რაოდენობა დღემდე. და ლოგიკა ეს იყო, რომ ყველა ტიპის, ასე ვთქვათ, მომხმარებელს, ანუ ყველა ტიპის ადამიანის მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინათ ამ უნივერსიტეტებს. მე თქვენ გამოგიგზავნეთ და იმედია გამონახავთ დროს თუ უკვე გამონახეთ ძალიან კარგია სტატია, ძალიან კარგი წიგნი და რომელიც ხსნის ანუ რა იმართება სტუდენტს აი ამ ნეოლიბერალური განვითარების პარადიგმაში. სტუდენტი როგორც მომხმარებელი. ანუ ნეოლიბერალური განვითარება გვეუბნება, რომ სტუდენტი არის, ასე ვთქვათ, მთავარი, როგორც იყვნენ მომხმარებელი მეფეა, მან იცის რა არის მისთვის უკეთესი და როდესაც ის შედის უმაღლესი განათლების სისტემაში, ის არის გადამხდელი და მან უნდა მიიღოს ყველაფერი, რასაც ის მოითხოვს. ანუ value for money პრინციპი ხდება მთავარი. აი ხა იფიქრეთ საქართველოზე რამდენად შეესაბამება ეს ნეოლიბერალური განვითარების ისტორიული ტენდენცია საქართველოს დღევანდელ თუ 20 წლის წინ ვითარებას თუნდაც. ხო, ეს არის ჩვენ შორის დიდი განსხვავება. და ანუ სხვადასხვა სერვისები იქნება აქ სტუდენტებისთვის და ნუ მოკლედ უნივერსიტეტები ერთმანეთს ეჯიბრებიან. შეჯიბრებითობის პრინციპი ძალიან იზრდება, ეჯიბრებიან იმისათვის, რომ მოიზიდონ სტუდენტები და მაქსიმალური ბრენდირება მოახდინონ. ბრენდირების ტენდენციაც აი ძალიან თვალსაჩინო და მე მომიყვანია ეს მაგალითი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აი რეკლამა გამოიმუშავე შენი დიპლომი ორჯერ უფრო იაფად. ეს გონია, რომ თითქოს მაღაზიაში შედიხარ და სტაფილოს ან კარტოფილს ყიდულს. აი რას ნიშნავს დიპლომის გამომუშავება ორჯერ უფრო იაფად, ხო? ანუ მარკეტიზაციის პრინციპები, საბაზრო პრინციპები შემოდის უკვე უნივერსიტეტში. რასაც ძალიან ბევრი ცუდი შედეგი მოჰყვება. შედეგებს ნელ-ნელა ჩემს მოხსენებაში დავინახავთ. ხო, მარკეტიზაცია და პრინციპში ლამის სინონიმურად გამოვიყენებ მე ამას. ახალი საჯარო მენეჯმენტი, NPM-ი ალბათ შეგხვედრიათ და ეს უფრო საჯარო ადმინისტრაციის სპეციალისტებმა, ეკონომისტებმა შეიძლება უკეთ ახსნან ვიდრე მე. მაგრამ ახალი საჯარო მენეჯმენტი არის მთავარი ინსტრუმენტი, მთავარი დასაყრდენი, მე ვიტყოდი არც პოლიტიკური დასაყრდენი, ეს არ არის ნეიტრალური რაღაცა, ახალი საჯარო მენეჯმენტის პრინციპები შემოდის უმაღლეს განათლებაში. მთავარი მიზანი ხდება ბიუროკრატიის შემცირება, მთავარი მიზანი ხდება, რომ ესე იგი ადმინისტრაცია, უნივერსიტეტის მენეჯმენტის ძალაუფლება გაიზარდოს უნივერსიტეტში და აკადემიური კომუნის ძალაუფლებას, ნუ შეერყიოს რაღაცნაირად საფუძველი, მოდი გაქრეს ესე არ ვთქვათ. და ეფექტურობისა და ეფექტიანობის მიღწევა და პროფესიონალი მენეჯერების დომინაცია უმაღლესი განათლების სფეროში. აქ შემოდის, ესე იგი, სხვადასხვა რაოდენობრივი ინდიკატორები, რომელთაც ფასდება პერფორმანსი, excellence კულტურა არის, პერფორმანსი, რამდენად უნივერსიტეტი არის განვითარებული და მოწინავე. აქ ძალიან მინდა ხაზგასმით ერთი რამე ვთქვა, რომ სულაც არ ნიშნავს ახალი საჯარო მენეჯმენტის დომინირება და ნეოლიბერალური განვითარების გზა იმას, რომ სახელმწიფოს მიერ უფრო ნაკლები რეგულაციები გამოიცემა. პირიქით, აუდიტის კულტურა, შემოწმების კულტურა, ეს საკმაოდ დომინანტია, თუნდაც ჩვენ რაც გვაქვს, ხო? ხარისხის კონტროლი სილაბუსების, ასე ვთქვათ, რამდენად გამართული არის და ხარისხის დეპარტამენტები შექმნილი და ასე შემდეგ. ანუ აუდიტის მექანიზმი სულაც არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო გადგა ამ პროცესებიდან და მხოლოდ ბაზარს მიენდა. უბრალოდ მან, ასე ვთქვათ, თავისი
შინაარსობრივი როლისგან დაიცალა. თორე აუდიტი და ეს ტეილორიზმის კულტურა მაინც დარჩა. ანუ ეს ძალიან საინტერესოა და მინდა დაიმახსოვროთ, რომ ამ საკითხის კვლევასაც უშუალოდ უფრო ნაკლები დეკრეტი, კანონი და რეგულაცია NPM-ის მიღების მერე სახელმწიფოს არ გამოუცია რეალურად რა. თითქოს ნეოლიბერალურ მართვას ეს უნდა გაეკეთებინა. ანუ დერეგულაცია თეორიულად არ ნიშნავს, რომ ახლა სახელმწიფო განათლების პოლიტიკის სამართავად უფრო ნაკლებ ბიუროკრატიულ რაღაცა კანონებს და დოკუმენტებს გამოსცემს. ხო, მთავარი წახნაგი იდეოლოგიური, ასე ვთქვათ, რაც არის, რომ განათლება საერთოდ დაიცალა მისი სოციალური, იდეოლოგიური და ნორმატიული ასპექტებისაგან და განათლება გახდა ტექნიკური ინსტრუმენტი, ანუ ეკონომიკის მსახური. ანუ რეალურად არაფერი არ მაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ სტუდენტმა უმაღლესი განათლების მიღების მერე უნდა დასაქმდეს და კი ბატონო, ეკონომიკის მიიღოს მონაწილეობა. მაგრამ მხოლოდ ასეთი მიდგომა, რომ ასე ვთქვათ, განათლება სისტემაში მე შევიდე როგორც რაღაც დიპლომის მოსაპოვებლად, რომ მქონდეს დიპლომი, ხო? და მხოლოდ ტექნიკურ ინსტრუმენტად აღგვიქვა ეს არის ანუ თვითონ განათლების იდეისთვის და ხარისხისათვისაც საკმაოდ დამღუპველი მიდგომა და ერიხ ფრომი საუბრობდა ამაზე, მე ძალიან მოვხვდა თვალში. ანუ ქონა და ყოფნა დიქოტომიან ქონა, ესე იგი, აქცენტი გადასდის უფრო მეტად დიპლომის ქონაზე, რაღაც კონკრეტულ კრედიტის აღებაზე, თუნდაც და ვიდრე ყოფნაზე, ანუ learner, ესე იგი, სწავლელის როლში უკვე სტუდენტი ნაკლებად არის, ასე ვთქვათ, მარკეტიზებული უნივერსიტეტის პირობებში და მე უკვე ვახსენე უნივერსიტეტების რაოდენობის გეომეტრიული პროგრესიის გზას და თითქოს ამას ჩვენ უნდა მოგცეს თავისუფალი არჩევანი. მაგრამ რეალურად რა არის ახლა ეს თავისუფალი არჩევანი? აი ძალიან კარგი მაგალითია, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გეძლევათ არჩევანი, არ იკვებოთ სახლში და მიბრძანდეთ რესტორანში. ხო, კარგი არჩევანია, თავს არ აიტკივებ, დროს არ დაახარჯავ, სახლში არ გააკეთებ და წახალ გარეთ. მაგრამ რეალურად ნიშნავს, რომ სტუდენტისთვის მხოლოდ წარმოიდგინეთ, რომ მხოლოდ სწრაფი კვების ობიექტით შეგეძლო სარგებლობა. ანუ შენ გაქვს არჩევანი მაგალითად მაკდონალდსში წახვიდე, ბურგერ კინგში წახვიდე, KFC-ში წახვიდე, რაღაც მსგავს სწრაფ ობიექტით. ანუ სულაც არ ნიშნავს, რომ ნეოლიბერალური იდეოლოგია დღეს ამას ემსახურება, რომ შენ გაქვს თავისუფალი არჩევანი, რომ წახვიდე რესტორანში და იკვებო. ანუ რეალურად არჩევანის რაოდენობა არის ძალიან შემცირებული სტუდენტებისთვის. ამას ამოწმებს და მე კიდე ამას დაუბრუნდები ის, რომ ისევ გეომეტრიული პროგრესიის იზრდება სტუდენტების ვალი. ანუ განათლების მისაწვდომობა, ანუ ფინანსური მისაწვდომობა ასე ვთქვათ, არ არის კვლავ დამაკმაყოფილებელი. ან თავისუფალი არჩევანი არ ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი ადამიანს ეკნება საშუალება მიიღოს უფასო განათლება და ეს ტენდენცია, რაც ბრიტანეთში დაიწყო, პრინციპში ამერიკისგანაც უნდა მოგვეთხოვა რამე, გავრცელდა უკვე მე სხვა ქვეყნებშიც აიტაცეს, ზოგმა მეტნაკლებად წარმატებით თუ ძლიერად, ზოგმა უფრო ნაკლებად. აი მაგალითად ნიდერლანდებმა საკმაოდ ძლიერად აიტაცეს. ნუ აი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს თუ გადავხედავთ, რასაც ხშირად თავს საქართველოს ვადარებთ ხოლმე, გამონაკლისი არის შედარებითი გამონაკლისი, როდესაც უნივერსიტეტის მარკეტიზაციის და საბაზრო პრინციპების როლი ცოტა მცირე არის, მაგალითად ჩეხეთის რესპუბლიკაში და პოლონეთში, ნუ უფრო ძლიერი არის მაგალითად ბულგარეთში და რუმინეთში. ხო, ამაზე უკვე პრინციპში ვისაუბრებთ, სტუდენტი როგორც მომხმარებელი და ეს რაღაც ფუნდამენტური, ასე ვთქვათ, პარადიგმა, რომელიც 1900 ჯერ კიდევ 1993 წელს, ხო? ამ საკითხის მკვლევარმა ბარტონ კლარკმა შემოგთავაზა, ეს გახლავთ სამკუთხედი, კლარკის სამკუთხედი, ნუ დღეს მე ეს გადააკეთეს რაღაც კუბად და ასე შემდეგ. უნივერსიტეტები, ესე იგი, ექცევიან რომელიმე
სამკუთხედის რომელიმე წვეროზე. ანუ სამი წვერი აქვს სამკუთხედს. ერთი გამოხატავს სახელმწიფო ძალაუფლებას, მეორე გამოხატავს აკადემიურ ოლიგარქიას, ანუ თვითონ პროფესორის ძალაუფლებას და მესამე გამოხატავს ბაზრის ძალაუფლებას, ანუ ბაზარიც ფართო არის, ბევრი აქტორი შედის ამ ბაზარში. ანუ ეს სამკუთხედი გვეუბნება იმას, რომ არ არსებობს საგანმანათლებლო სისტემა, არ არსებობს უმაღლესი ან ქვეყანა, ან უნივერსიტეტი, რომელიც რომელიმე ერთ წვეროზე არ იქნება. თუ შენ არ ახარ მიდრეკილი მაგალითად სახელმწიფო ძალაუფლებისკენ, მაშინ აუცილებლად უნდა იყო მიდრეკილი ბაზრისკენ და პირიქით და ასე შემდეგ. ნუ ზოგი უნივერსიტეტი ასე ვთქვათ ჯგუფაშიც ექცევა. რაც შეეხება ქვეყნების განაწილებას, ახლა მე ნამდვილად გამიჭირდება იმის შეფასება საქართველოს სად არის, მაგრამ შემიძლია შემოგთავაზოთ სხვა ქვეყნები სად არიან აქ. აი აქ ხედავთ, რომ მაგალითად საბაზრო ორიენტაცია უმაღლესი განათლების სფეროში მეტად არის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ბრიტანეთში, იაპონიაში. ნუ სახელმწიფო ასე ვთქვათ, როლი უფრო მეტად ძლიელია განათლების სისტემაში რუსეთში, საშუალოდ არის ასე ვთქვათ, შვედეთში, საფრანგეთში და ნუ იტალია და ასევე პორტუგალიას დავამატებთ, სადაც აკადემიური კომუნის როლი არის მეტნაკლებად დომინანტი. ხო, აქ მინდა სანამ გადავიდოდეთ უსუალოდ სტატისტიკაზე, რახან ჩვენ გვიყვარს რაღაც პრაქტიკული მაგალითები ცოდნის გაზრდა. ერთი რამ მინდა რომ გავმიჟღერ. ჩვენ საუბრობთ უნივერსიტეტის მარკეტიზაციაზე და საბაზრო პრინციპებზე უმაღლესი განათლების სფეროს მეშვეობაზე, მაგრამ მარკეტიზაცია და პრივატიზაცია ერთმანეთისგან გასანიშნავებია. ანუ უნივერსიტეტი თეორიულად და სტატუსის თვალსაზრისით შეიძლება იყოს ვთქვათ საჯარო და რეალურად იმართებოდეს საბაზრო პრინციპებით, ხო? ანუ სტატუსი თავისთავად არ გულისხმობს, რომ ესა თუ ის უნივერსიტეტი მარკეტიზებული არ არის თავის მიდგომებში, რა. ხო, თავარი ის არის, ხო, ცოტა გადაჭარბებული არის იმაზე შეფასება, რომ უნივერსიტეტი იქცა როგორც კორპორაციად თქვათ ესეც ვერ ვიტყვით, თუმცა ეს ტენდენცია რომ ისე იმართოს როგორც რაღაც კერძო მსხვილი კაპიტალისტური კორპორაცია. ხო, კერძო უნივერსიტეტების შეფარდება მსოფლიოში ესეთი არის, რომ ყოველი მესამე სტუდენტი სწავლობს კერძო უნივერსიტეტებში, აი აქ კონტინენტების და ქვეყნების მიხედვითაც აქვს განაცილება. ლათინურ ამერიკაში არის ძალიან დიდი წილი, 48.8%, აზიაში აზიაში არის 42.1%, ევროპაში 14.9%. ანუ კონტინენტური ევროპა კიდევ მეტნაკლებად ინარჩუნებს თავის სახეს, მოდი ასე თუ ვიტყვით, როგორც უმაღლესი განათლების, როგორც საჯარო საზოგადოებრივი სიკეთის და ნუ ამის კარგი გამოხატულება თქვათ გერმანია, სადაც საკმაოდ მაღალია უმაღლეს განათლებას, ხო, უფასოა სწავლა და მის საწვდომობაც შესაბამისად არის უმაღლეს განათლებაზე. ამერიკის შეერთებული შტატებში 27.5% არის კერძო უნივერსიტეტების წილი, ხო, შეიძლება ეს მეც გამიკვირდა სხვათა შორის, როცა ეს მონაცემი ვიპოვე, მე მეგონა უფრო მეტი იყო და სწორედ ეს ამტკიცებს იმ თეზას, რაც 2 წუთის წინ ვახსენე, რომ მარკეტიზაცია და პრივატიზაცია სხვა არის. ანუ თუ დანარჩენი 70%-იც რეალურად ამერიკაში იმართება საბაზრო პრინციპებით. ამოვიღე ასევე Times Higher, ანუ ყველაზე ესეთი სანდო ორგანიზაცია, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს სხვადასხვა უნივერსიტეტის რეიტინგებს და ამოვიღე 10-ეული უნივერსიტეტების, რომ გვენახავთ, თქვათ, რამდენი არის საჯარო, რამდენი არის კერძო. ნუ დომინირებს, როგორც აი ჩემს სლაიდზე ჩანს, კერძო უნივერსიტეტები, ოქსფორდის უნივერსიტეტი არის პირველ ადგილზე, იგი არის საჯარო, კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი კერძო, კემბრიჯი საჯარო, სტენფორდი კერძო, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი კერძო, პრინსტონის კერძო და ასე შემდეგ. ანუ აქაც დომინანტი არის კერძო უნივერსიტეტები. ხო, კიდევ რისი თქმა მინდოდა. ხო,
მოკლედ ახლა გადავალ იმასაც თუ ჩემი ინტერესი საიდან რაც ვიკვირე მე ჩემი სამაგისტრო კვლევის ფარგლებში ჩემი ინტერესი გახდა თვითონ პროფესორების აკადემიური კომუნის ჩართულობა ხარისხის გაუმჯობესებაში. ანუ რეალურად მარკეტიზაცია არც აკადემიურ კაპიტალიზმადაც მოიხსენიებენ ხოლმე ხშირად მრავალგანზომილებიანია. შეიძლება მე ხარ მოხსენებასაც ვაკეთებ, მანდ ვერ ჩავსვა ყველა განზომილება. სტუდენტის განზომილება ცალკე არის, პროფესორის განზომილება ცალკე არის, განათლების სამინისტროს თუ პოლიტიკის დამგეგმავი ინსტიტუტების და ორგანოების განზომილება ცალკე არის, საზოგადოების და მედიის განზომილება როგორ აღიქმება ეს საზოგადოებაში ცალკე არის და მე რატომღაც ავირჩიე ეს რომ შემესწავლა თვითონ აკადემიური კომუნა, რადგან რეალურად მე მაინც მგონია რომ მთავარი წარმართველი უნდა იყოს უნივერსიტეტში პროფესურა, აკადემიური კომუნა და მათთან გამერკვია შემეკითხა თუ თქვათ რამდენად გრძნობენ ამ მარკეტიზაციის გავლენებს ასე შემდეგ. ერთ-ერთი კითხვები ამაზეც მქონდა გარდა ხარისხის გაუმჯობესებისა. და რაც ძირითადად გამოიკვეთა ეს ტენდენცია, რომ რეალურად საქართველოში ძალიან რთული არის ისაუბრო და საქართველოს შეადარო, იმიტომ რომ რეალურად ჩვენთან საბაზრო ეკონომიკაც კი ან ვერ შეედარება, როგორც დაინერგა აქ, ისე ევროპულ თუ ამერიკის განვითარებულ ქვეყნებს. ანუ მარკეტიზაციის პრინციპები, ანუ ბაზრის წნეხი უნივერსიტეტებში პროფესორის მიერ, ხო, ანუ თავარი მათ გამოვკითხეს. ანუ საერთოდ არ იყო აღქმული და ანუ პირიქით, აი ზოგ შემთხვევაში ანუ პირიქითაც კი იყო, რომ აი უკეთესი იქნება თუ იქნება რაღაც მხოლოდ ასე ვთქვათ, სახელმწიფოს როლი არ იქნება ძლიერი და სხვა აქტორები შემოვლენ. ხო, კვლევრისა და მასწავლების როლი საკმაოდ გაუმიჯნავია, რაც ასე ვთქვათ, მაღალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებს და მარკეტიზებულ უნივერსიტეტებს ახასიათებს, ან საქართველოში ეს არ გამოიკვეთა. ხო, ძალიან დიდი აქცენტი იყო კვლევის დაფინანსების საკითხზე და ანუ ზედმეტია ლაპარაკი რომ ვინმე კერძო აქტორმა თუ არ ვიცი არასახელმწიფო ინსტიტუტმა დააფინანსოს კვლევა და მით უმეტეს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ანუ ისევ სახელმწიფო დაფინანსებაზე არის ეს მიბმული და აქ არანაირი მარკეტიზების ტენდენცია დიდად არ გამოიკვეთა და ძალიან საინტერესო იყო განსხვავება რეგიონისა და დედაქალაქის უნივერსიტეტებს შორის, რომ ანუ ასე ვთქვათ, პროტესტის მუხტი, ასე ვთქვათ, არსებული საგანმანათლებლო ვითარების და განათლების ხარისხი საკმაოდ დაბალი აღმოჩნდა რეგიონების უნივერსიტეტებში და მე ვეკითხებოდი აი მაგალითად თქვათ რამდენად ძლიერი არის მენეჯერების და ადმინისტრატორების როლი, რამდენად გიწყვეტავენ თქვენ სხვადასხვა საკითხებს, რამდენად ერევიან თქვათ აკადემიური ხასიათის საკითხში შემდეგ და აი რეგიონის უნივერსიტეტებში პირიქით გვეხმარებიან და ძალიან კომფორტულ ვითარებაში ვთქვათ თითქოს ისინი გრძნობდნენ თავს, თუმცა უტრირება არ მინდა, რა თქმა უნდა, ჩემი კვლევა არ არის განზოგადებადი, მე ის მხოლოდ თვისობრივ მეთოდებს ეყრდნობა, რაც გარკვეულ წინააღმდეგობებს და ლიმიტაციებს წარმოშობს. მაშინ გავაზიარებ, ბარემ მე ინგლისურად არის ეს თემო ჩანს ახლა ჩემი ისა? სოფლ იგივე პრეზენტაცია ჩანს PowerPoint-ის. კაი, მოიცადე თავიდან გავაზიარებ. აი, ხო, ანუ კითხვები რაც მქონდა, ეს იყო, რომ რამდენად არის გამიჯნული ერთმანეთისგან ადმინისტრაციული აქტივობა, პროფესორის და აკადემიური აქტივობა, ხო, ძირითადად ეთანხმებიან ამას. რამდენად თავი ეს იყო, რაც თავში ვახსენე, რომ აკადემიური კომუნა კარგავს ძალაუფლებას. და კითხვა იყო, რომ თქვათ, რამდენად მენეჯერები და ადმინისტრატორებს აქვთ მეტი ძალაუფლება, რომ აკონტროლონ და დაარეგულირონ აკადემიური საქმიანობა. აქაც ფიქრობენ, რომ ეთანხმებიან უფრო მეტი ადამიანი
ეთანხმება ამას. ხო, აკადემიკოსების ან პროფესორების პროფესიული სტატუსი რამდენად შემცირდა ბოლო დეკადების განმავლობაში, კი ბატონო, ამასაც უფრო მეტი ადამიანი ეთანხმება. ხო, იბრძვიან თუ არ ვიცი საქართველოს იმდან შეზღუდულია რესურსები, რა ბრძოლა შეიძლება გაიმართოს აქ, მაგრამ კითხვა ესეთიც იყო, რომ სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტები ერთმანეთს ებრძვიან თუ არა რესურსების მოსაპოვებლად. ხო, 3 ადამიანი ამბობს, რომ არ ეთანხმება, strongly ეთანხმება, უბრალოდ ძალიან ეთანხმება, ხო, 2 ეთანხმება, არ ეთანხმება 2 და გადაუწყვეტელია 1. ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს უბრალოდ დამხმარედ მოუშველია და არ შეიძლება ამ მონაცემების განზოგადება. დავუბრუნდებ ისევ ჩემ პრეზენტაციას. ხო, მე მგონი ძალიან ბევრ თემას ვეხები, არ დავკარგოთ ფოკუსი, ძალიან მნიშვნელოვანი არის. ცოტათით. კი ბატონო. ხო. უკაცრავად. ეს შეიძლება რაღაც ითხოვოთ. ეს მონაცემები ეხარებოდა ჩვენეთ იყო საქართველოს მასშტაბის უნივერსიტეტებში მხოლოდ რეგიონებიდან. თბილისით შედიოდა ამ აი როგორც თავიდან ვახსენეთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ილია გორი თელავი, ანუ თბილისით შედიოდა, ოღონდ ყველა უნივერსიტეტი არა, ასე ვთქვათ რა. ხო, პრინციპში რა საით შეიძლება ავიდეთ და რა უნდა გავაკეთოთ, ხო, შედეგები განათლების სისტემისთვის მინდა მაინც შეჯამებისკენ წავიდეთ ჩემი მოხსენების და უფრო მეტი დრო დავუთმოთ საკითხის განხილვას. იმდენად ბევრი მხარე აქვს, რომ ანუ მე მაქსიმალურად რა ვიცი შევკვეცი და მივხვდი, რომ ყველა პრობლემა და ყველა წახნაგი წარმომედგინა და ამ ბევრი ასე განათლების სისტემისთვის რეალურად მარკეტიზაციას და ნეოლიბერალურ განვითარებას აქვს საკმაოდ ცუდი შედეგები, მაგრამ საქართველოში აი მოდი გავბედავთ ამომად ვიტყვი, რომ ეს არ არის ისეთი დომინანტი, რომ ისეთი შედეგები გამოიწვიოს და საერთოდ რა სტუდენტი მომხმარებელზეა საუბარი და სტუდენტის ინტერესების გათვალისწინებაზე, მგონი საქართველოში არ არის. პირიქით არის სტუდენტის ინტერესი დაუცველი არის საერთოდ. მე ესე ვფიქრობ ამ შემთხვევაში. შედეგები განათლების სისტემისთვის ის არის, რომ უნივერსიტეტი ვერ გადაიქცევა საწარმოდ. ხო. და ვერ არ შეიძლება აი მე მოყვანილი მქონდა სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის თქვენ ამ ღონისძიების აღწერის წაიკითხეთ. ვერ ანუ არ უნდა მოხდეს ისე, რომ მენეჯერებმა ჩაანაცვლონ და ადმინისტრატორებმა ჩაანაცვლონ პროფესორები. ძალიან საინტერესო შემთხვევა იყო 2013 წელს, როდესაც ვარვიკის უნივერსიტეტის სტუდენტები აპროტესტებენ ვიცე-კანცლერისთვის ხელფასის გაზრდას, ანუ ახლა რიცხვები აღარ მახსოვს, მაგრამ ესე იგი დაახლოებით ეს იყო 400,000 გირვანკა სტერლინგი, ესე იგი წელიწადში ექნებოდა ვიცე-კანცლერს ვარვიკის უნივერსიტეტში. წარმოვიდგინეთ, ვიცე-კანცლერი რეალურად არის მენეჯერული თანამდებობა და ნუ ესე იგი რამდენად ვთქვათ აღემატებოდა ის უბრალოდ თანამშრომლის ხელფასს და ნუ პროტესტი იმაზე წარმოიშვა, რომ თანაპირიოდში სტუდენტების გადასახადების ანუ რეალურად ბრიტანეთში და მთელ მსოფლიოში ეს არ იკლებს გადასახადების პირიქით იზრდება, ხო? თან ამას დაემთხვა ის, რომ გაიზარდა სტუდენტების სასწავლო გადასახადი და ან ძალიან აი ზუსტად ეს ლოგიკა ნეოლიბერალური რა არის, რომ რითუ პასუხა უნივერსიტეტმა ამ გაფიცოს, ნუ სასექსის უნივერსიტეტის მათ პროცესებში ქართული ზუსტად იმ პერიოდში რითუ პასუხა, რომ აი 1%-ით გავზრდით სტაფის ხელფასებს, ანუ საშუალო და დაბალი დონის კატეგორიაზე დასაქმებულ ადამიანებს, ანუ 1%-ით, რაც რეალურად არ შეესაბამება ხო არც ინფლაციას და ნუ არ ვიცი, ყველგან ზღვარს ხდება ეს ძალიან ისე ხეშად რომ ვთქვათ.
ხო, ჩამოყალიბდა იქ მერე მოძრაობა, სხვათა შორის for the public university, მაგრამ ესენი აქტიურები იყვნენ სადღაც 2013 წლებში, მაგრამ დღეს აღარ არის ეგეთი ბრძოლები სტუდენტური, როგორც მაშინ და პრინციპში საქართველოში ესე იყო, მგონი 2016-17 წლების მერე ასეთი აქტიური ბრძოლები უმაღლესი განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვქონია, ხო? მაგრამ საქართველოში იცით რა არის რეალურად, აი მე სულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მახსენდება რა, არანაირი ნეოლიბერალური ლოგიკით არ იმართება, იმხელა ბიუროკრატიული სისტემა არის შექმნილი, პირობითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, სხვა არ ვიცი. ხო, თუმცა არის რაღაცა ელემენტები, რა თქვათ, მენეჯერიალიზმის, რაც შეიძლება დავინახოთ, მაგრამ მაინც უფრო ჰიბრიდული ფორმაა რა, ჩვენთან დაგეგმილი, ასა ჰიბრიდული ფორმა არის უმაღლესი განათლების სისტემის მართვის და როგორც სხვა სფეროებში, ცხოვრების ჩვენ სხვა სფეროებში ესე არის რა. და როგორც ახსენე, რომ ანუ რეალურად აი რამესთან დაპირისპირება რომ მოხდეს, აი სწორედ ნეოლიბერალიზმი ამას იწვევს, რომ გათითოკაცება სტანდარტულად. აკადემიური კომუნა არის ფრაგმენტაცია. აი ესა ფრაგმენტირებული. ვერანაირი იმპულსიც კი არ ჩანს თუ იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე იბრძოლოს ამ პრობლემების მიმართ, რაც არის იგივე სტუდენტური ვალების ზრდა. საქართველოში ამას შეეფარდება რა? საქართველოში შეეფარდება ის, რომ უამრავი ათეულათასობის სტუდენტს აქვს შეჩერებული თუ შეწყვეტილი სტატუსი, იმიტომ რომ ფულს ვერ იხდის, ხო? ეს რეალურად ვალი არის. 2250 ლარს ძალიან ბევრი ათასობით და 1000-ობით სტუდენტი წელიწადში. ამასაც კი ვერ იხდის, ხო? ანუ თუ ამერიკაში 10,000 დოლარი აქვს თვალი და აძლევენ ამ სესხებს და ეგ არის პრობლემა, ჩვენთან ის არის, უბრალოდ ადამიანები გამოდიან განათლების სისტემიდან. და ვერ სწავლობენ, იმიტომ რომ უბრალოდ ფული არ აქვს. და ბრძოლა რესურსებისთვის, ხო, ანუ როცა უნივერსიტეტები ერთმანეთის წინააღმდეგ რესურსებისთვის დაიწყებენ ბრძოლას, ხო, ეს იმით არის გამოწვეული, რომ სახელმწიფომ, ანუ 80-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე რეალურად შეამცირა ყველა ქვეყანაში საჯარო ყველა ქვეყანაში არა, მოდი ესე ვიტყვით, უმრავლეს ქვეყანაში, სადაც მარკეტზე ორიენტირებული სისტემებია, შეამცირა დაფინანსება განათლების სისტემას და უნებრივია, რომ უნივერსიტეტებს ერთმანეთში ქისში უწევთ, რომ კონკურენციაში შევიდნენ, რომ ეს რესურსები მოიპოვონ, ხო? ხო, კიდევ რა, მე აქ ბოლოს კიდევ ჩამოვწერე ეს წიგნები, ვინც ამ საკითხით არის ბუნებრივია დაინტერესებული, შეიძლება თქვენთვის ინსპირაციული, შთამაგონებელი იყოს უკაცრავად. მე პირველად რაც ვთქვათ, საკითხით დავინტერესდი და აი მართლა აი პირად მაგალითზე მოგიყვებით, რა როგორ ვიგრძენი ეს ერთ-ერთი საგანში, როცა ვსწავლობდი, პროფესორი ცდილობდა, რომ გაემარტივებინა საკითხავე მასალები. და რატომ იყო ეს, მე ვიკითხე, ერთ საგანი იყო, მეტი არ შემხვედრია, იმიტომ რომ ამასო უმეტეს შემთხვევაში ერაზმუსის სტუდენტები ირჩევენო და ისინი, ანუ სასწავლებლად და განათლების მსახიობად არ არიან ჩამოსული, უფრო მეტად რაღაც სხვა ინტერესები აქვს გართობა, უნდა მოვარგო მათ ინტერესებს და შენ თუ რამე გაინტერესებსო, ანუ უფრო ღრმად გაინტერესებს ეს საკითხები, მე შემიძლია გირჩიო, ცალკე გაგივავიაროთ კონსულტაცია, გამოგიგზავნო ლიტერატურა და მე ამ ადამიანს დავუმეგობრდი ამ პროფესორს და საკმაოდ ისეთი ურთიერთობა ჩამოგვყალიბდა. ანუ ის რომ მე და კიდევ რამდენიმე ადამიანს იქ სხვათა შორის გაგვიშდა, რომ აი რაღაც ჩვენ არ მოგწონს ამ ლექციებში, რაღაც კურიკულუმში არ მოგწონს, ხარისხთან დაკავშირებით რაღაც პრობლემა გვაქვს, ხო? აღმოჩნდა იმის ბრალი კი არა, რომ რაღაც პროფესორი ცუდია და მაგან არაფერი არ იცის. არა, ამის ბრალი არ აღმოჩნდა. აღმოჩნდა, რომ მას აქვს წნეხი, გარკვეული წნეხი. და რეალურად აი defensive university ამას თავდაცვის პოზიციაში დგებიან რა. თუ ვერ დააკმაყოფილა სტუდენტის ინტერესს, შეიძლება შენიშვნა მიიღოს ადმინისტრაციისგან, ანუ რაღაცა დირექტივები და ასე შემდეგ. ხო, ამიტომ ეს ამ ლოგიკით იყო ეს, რომ ის რაღაც ვისაც ჩვენ სწავლა 3-4 ადამიანი ვიყავით, არ ვიყავით კმაყოფილი. ამით იყო გამოწვეული და ამით თუ ვინმე რამე არ იცის. ანუ რეალურად ხო, ესეც საბაზრო ინტერესი იყო, ანუ თუ უმრავლესობა არის გართობის მიზნით მოსული, მაშინ კურიკულუმი უნდა გავამარტივოთ. ხო, ესეთი ლოგიკა იყო. ხო,
აი პირველი ორი წიგნი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, ეს არის ჟერალ დელანტი უნივერსიტეტის ცოდნის საზოგადოებაში. ბილ რიდინგსი, ხო, პირველად წავიკითხე, ეს იყო ბილ რიდინგსი უნივერსიტეტი ნანგრევებში, ეს უფრო თეორიული ნაშრომი არის, უფრო მიჯნაზე ფილოსოფიის და სოციოლოგიის, ენდრიუ ებოტი დისციპლინათა იერარქია, პრინციპში ამაზე ბევრი არ მისაუბრია, მაგრამ ეხლა მოკლედ ვიტყვი. რეალურად მარკეტის ლოგიკა აყალიბებს სწორედ დისციპლინათა იერარქიას. აი ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, რა როლი აქვს, აი ვის ჭირდება ფილოსოფოსი დღეს. ან რამდენი ფილოსოფოსია საჭირო პირობითად. ჰუმანიტარული მეცნიერებების როლი საკმაოდ დაკნინებული და გაუფასურებული არის. ძალიან საინტერესო წიგნია ეგეც, შეილა სლოტერი აკადემიური კაპიტალიზმი, ანუ მარკეტიზაცია და აკადემიური კაპიტალიზმი ურთიერთჩანაცვლებადი ცნებები არის და შეგვიძლია გამოვიყენოთ სინონიმურად. და აი ყველაზე ესეთი არის უმაღლესი განათლება და სტუდენტი, როგორც მომხმარებელი, ანუ მე რა სტატიაც გამოგიგზავნეთ, სწორედ ამ წიგნიდან არის ეს ამონარიდი. ნუ ქართულად სამწუხაროდ არც ერთი წიგნი არ მოიპოვება. თუმცა ინგლისურს თუ კითხულობთ, შეიძლება რომ მოიპოვოთ, ან მე გამოგიგზავნოთ ეს ნაშრომები. ანუ ხო, მოდი გადავიდეთ ახლა დისკუსიის